ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს და მოედანზე გასვლისას ყოველთვის ვცდილობ სიამოვნება მივიღო, რადგან მართლა ძალიან მიყვარს ეს სპორტი. ძალიან მიამაყება, რომ ღმერთმა ეს ნიჭი მომცა და მართლაც ვამაყობ ყოველდღე ვარჯიშზე, მაშინაც კი, როდესაც ბურთს ვეხები. ვფიქრობ, ახლა მოედანზე თამაშით სიამოვნების მიღება თითქოს უფრო რთულია, რადგან ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. შეიძლება ხანდახან რთულია, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ. იდეალურად ყოფნა რთულია. ვფიქრობ, ყველა მოთამაშეს შეუძლია რაღაცის გაუმჯობესება, მათ შორის მეც. ყოველთვის ვცდილობ განვითარებას, მეტი გოლის გატანას და მეტი საგოლე გადაცემის გაკეთებას. თუმცა ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლებსა და ასისტებს არ ნიშნავს. უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ეხმარები გუნდს. ზოგჯერ შეიძლება გოლი ვერ გაიტანო, ან ვერ გააკეთო ასისტი, მაგრამ შეგიძლია მოედანზე ყველაფერი გაიღო, რათა გუნდმა მოიგოს. ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა შეხვედრა მთავრდება, მინდა ვიცოდე, რომ ჩემს გუნდს 100%-ით დავეხმარე და გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. როდესაც კარიერას ვიწყებდი, ვფიქრობ, უფრო ინდივიდუალური მოთამაშე ვიყავი, ვიდრე გუნდური, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ გუნდის გარეშე არაფერს წარმოადგენ. ძალიან ცოტა მოთამაშეს შეუძლია მარტო მოიგოს თამაში. გავიაზრე, რომ როცა გყავს ძლიერი გუნდი, სადაც ყველა მოთამაშე მაქსიმუმს დებს, შედეგიც თავისით მოდის. ვფიქრობ, ეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი სიძლიერეა. გვიხარია ერთად თამაში, ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ვიცით, რომ თუ ერთმანეთისთვის ვიბრძოლებთ, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ. შეგვიძლია ნებისმიერს მოუგოთ. აქ ბევრი ისეთი მოთამაშეა, ვისაც აქვს ასეთი მენტალიტეტი. ჩვენ ერთმანეთისთვის 100%-ით ვიხარჯებით. უბრალოდ ვიბრძვით ერთმანეთისთვის და ძალიან ვამაყობ ამით. ბევრჯერ მithქვამს, როდესაც საწვრთნელ შეკრებაზე მიდიხარ და მათთან ერთად ხარ, უბრალოდ ბედნიერი კაცი ხარ, რადგან ისინი ყოველთვის იხიმიან, ყოველთვის პოზიტიურ განწყობას გიქმნიან და ძალიან ვამაყობ, რომ მყავს ისეთი თანაგუნდელები, რომლებიც ქართველებს ძალიან გვანან. ასე რომ, მართლაც ვამაყობ, რომ აქ მათთან ერთად ვარ. ვფიქრობ, ეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. როცა პარის სენ-ჟერმენში თამაშობ, ამბიცია აუცილებელია, რადგან უამრავი მოთამაშეა, ვისაც შენი ადგილის დაკავება უნდა. ყოველ შეხვედრაში უნდა აჩვენო, რომ იმსახურებ ამ ემბლემის ტარებას გულზე. ყოველთვის ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და მინდა ამ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და ტიტული მოვიკო. ეს არც ისე მარტივია, როგორც შეიძლება ჩანდეს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია და მათთვის გოლის გატანა რთულია. თუმცა მე მყავს საოცარი თანაგუნდელები, რომლებიც შანსებს მიქმნიან, სადაც მხოლოდ დარტყმა და გატანაა საჭირო. ვამაყობ, რომ ახლა გოლების გატანას ვახერხებ. კარგ ფორმაში ვარ და ვცდილობ ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად გავაკეთო. თუმცა კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა მინდა. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. როცა აქ თამაშობ და ჰიმნს ისმენ, ეს განსაკუთრებულ ბედნიერებას გაძლევს. ხვდები, რომ იქ მოსახვედრად ბევრი იშრომე. როცა იცი, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა უნდა ითამაშო, აუცილებლად უნდა მოემზადო, რადგან ეს ძალიან დიდი მოვლენაა. ვფიქრობ, ტიტულის დაცვა რთულია, მაგრამ როგორც ვთქვი, დიდი ხარისხი გვაქვს. ყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ. ამიტომ ვფიქრობ, უბრალოდ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი.